პროტესტმა ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას და დაიწყეს ყბენით, ასე ვთქვათ, უკან შემოbrunება ამისი. მოწვივდნენ, რა თქმა უნდა, ეგონათ მე ვარ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, ეგონათ რომ არ ვემორჩილებოდი, ძალით მიმართებდნენ, ამასობაში დამძვრა ფეხსაცმელები, უფლებაც არ მომწეს რომ ამეღო, შემიყვანეს მანქანაში. არაფერი თუ ხაშუში სამი საათის ყოფნის მერე შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიძლება გაუწიოთ რაღაცა დაგიწყებთ თქვენ თქვით რომ ეგონათ რომ შიშიმოპირი ვიყავიო უნდა და მე გასწორთ უნდა გეთქვათ რომ ეგონათ რომ არ ემორჩილებოდით ანუ ხო და ეგონათ შიშიმოპირი ხართ ხო თქვენ პირველ ჯგუფის მოგვიწევით რატომ ნუ რა თქმა უნდა მე ვერ მივდევდი და მაგათი აზრი იყო ისეთი რომ მე არ მივდევდი და არ ვემორჩილებოდი რო ვეუბნევოდი რომ მე ვერ მოგდევ და ფეხები არ მემორჩილება იმიტომ რომ დავიჭიმი ამ სიტუაციაში და იმის კი ბატონო ისო ერთი მინდა ვთქვა მე რა პრობლემები გაქვს ჯანმრთელობის შეგიძლია ენცეფალოპათია მაქვს სხეულის დაჭიმულობა ძალიან ძიმე ფორმაში და გეუბნევთ ყველას მივმართავ იგი რაკი მომეცა მე არც ერთი წამით მე ეს ავანტყოფი ადამიანიც არ ვაპირებ გაჩერებას დღეს ისევ შეიკრიბა რაც ვნახე რუსთაველზე ხალხი და კიდევ მჯერავს რომ გაგრძელდება ბრძოლა ბოლომდე აპირებთ ისევია რა თქმა უნდა რა თქმა უნდა თქვენ ამბობთ რომ არ მომწეს უფლება რომ ფეხსაცმელი ამეღო მთელი დღე ფეხში შველა იყავით იზოლატორში კი როგორ გაგვრეთ ეს ფეხსაცმელი გამითრიეს და ქუსლები ეს ფეხები რო დამჭა ამოვარდა თავისი რამის გეუბნებოდნენ ისე არაფერი თქვენ რაღაც ჯანმრთელობის პრობლემები ქონდათ მხარით დაჭერის შემდეგ კი და რა გითხეს არა მაინც გადამიყვანეს ხაშურში მით უმეტეს რომ ექიმიც იყო და თხოვდა რომ დავტოვოთ თბილისში მაინც მოხდა ჩემი ეტაპირება ასე ვთქვათ ექიმი რატომ იყო სასწრაფო დახმარების ექიმი იყო თუ რატომ იყო ექიმი ჩვენი თანამოაზრი რომელიც ამჟამად გაასამართლეს კი რომელმაც მიმართა და უთხრა რომ ამას უნდა სამკურნალობა წამლები და არ შეიძლება მისი გადაყვანა მაგრამ მაინც გადამიყვანეს ფეხსაცმელი მეგობარმა ამომიტანა დღეს რამდენი ხანი იყავით ფეხსაცმელო როდესაც მოახერხა და გაიგო ჩვენმა თანამოაზრემ თანამებრძოლმა და მეგობარმა ჩემმა მომიტანა ხელი გამე ფეხსაცმელი არ გეცვა და რა ვიხარება იყო იქ სიცივე იყო სითბო იყო რა თქმა უნდა სიცივე იყო არის საუკანელი პირობები ჯერ ციხეაცად არ არის კარგი მით უმეტეს საქართველოში და დაკავების იზოლირებული კიდე თქვენი შიშიმოპირის სტატუსი გამოიხატება გადაადგილებმა რომ არ მადლობა პროცესი გადაიდო ხო ეხლა კი ეხლა ამჟამად პროცესი გადადებულია მორავია გამომიშვეს და სახშია წამლების მიღების კურნალობის და სულის მოთქმის საშუალება მექნება წამლების მიღების შესაძლებლობა არ ქონდათ ეხლა ხო არა თქვენ მედიკამენტებზე ხართ დამოკიდებული კი ნუ გარკვეული რაღაც ექიმა გამიკეთა ერთი დამახურჩებელი ორგანიზმის რაზეც დიდი მადლობელია და დანარჩენი მე უამრავი დამემცირდება ჩვენ დაიწყო იმისთან თუ დაგარეკინეს მეგობართან ახლობელთან შემატკივრებთან არა ტელეფონი ჩამორთმეული და არც მოგცეს უფლება რომ ინვესტის მიგეწოდებინათ ინფორმაცია რომ დაჭერილი იყავით თვითონ მოვიდა სახალხო დამცველია მე აღარ მომითხოვია თვითონ მოვიდა ნახა და მისაუბრა და ბატონო იონა აი თქვენ როგორც გამოხატეთ პროტესტი ქუჩაზე და ბიჭო დააციეთ მაშინ აღარ მოუჭრდი თქვენი ფოტო გავრცელდა ყველგან როგორც გამოხატეთ პროტესტი ანუ ქუჩაზე გადასვლით რატომ გადაწყვიტეთ ეს ფორმა რომ მოგეკითხებინათ თან აი რაღაც დაუგდარდელად გრძნობდით თავს და ეს საიდან არანაირ რაღაც არ ავგრძნობდი კიდე აპირებდა მე დავჯექი როგორც პროტესტს მოხდა იმიტომ რომ ბევრი ხალხი უკვე დაშინებული იყო გარკვეული აპირებდა გადმოსვლას
მე დავჭექი რომ შემეკავები მანქანა და როდესაც დავინახე რომ გარკვეული მანქანები ჩემფეხებთან გადიოდნენ გავშალე ფეხები და გამოვჩდი უკვე ესეთ მდგომარეობაში. რა გინდოდათ ამ ჟესტით გეთქვათ? ბოლომდე გადამჭყლით ოს თუ შეუძლია თუ არა ჩვენ გადავჭყლით.